ეს კონკრეტულად პრესკლუბი პირდაპირ ეთერში დაბრუნდა ჩვენი სტუმარია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. გთხოვთ დასვათ კითხვა. გამარჯობა, მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე. მე მეკნება შემდეგი კითხვა. ანუ ირაკლი ალასანია გაათავისუფლეს ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან და უკავშირდება თუ არა მის გუშინდელ განცხადებას მისი გათავისუფლება, როდესაც მან განაცხადა, რომ თავისუფალ დემოკრატებს ეყოლებათ საკუთარი კანდიდატია. სიმართლე გითხრათ, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ სათანადო ინფორმაციები არ გამაჩნია. ჩემი ასე ვთქვათ ფუნქციები იუსტიციის სამინისტროში არის ის, რომ ვიმუშაოთ ქართული კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე და ასე ვთქვათ დავგეგმოთ და განვახორციელოთ საკანონმდებლო რეფორმები. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ვახანგჟალო ტელეკომპანია მეცხრე არხი. კონკრეტულად რო გითხრათ, რა ცვლილებები შედის შრომის კანონმდებლობაში? დიახ, გამოყოფთ რამდენიმე ასპექტს. ეს პირველ რიგში ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობების სფეროში. ყბადაღებული, ასე ვთქვათ, წესი მოქმედი კანონმდებლობის, რომელიც ასე ვთქვათ არ მოწონდა არავის. 1-2 და ან ვთქვათ 1 მუჭა ვთქვათ ბიზნესების გარდა. როდესაც დამსაქმებელს შეუძლია ნებისმიერ დროს ყოველგვარი мотиваციის გარეშე გაათავისუფლოს მუშაკი სამსახურისგან, ისე რომ არ დაასაბუთოს, არ აუხსნას, რატო, რა არ მოეწონა და ასე შემდეგ, ეს არის, ასე ვთქვათ, ძალზე არაცივილიზებული წესი. ჩვენ, ასე ვთქვათ, გავაფართოვეთ მოქმედ კოდექსში ისედაც არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, გავაფართოვეთ და შევეცადეთ, რომ მეტნაკლებად ყველა გონივრული შესაძლებლობა იმისა, თუ რატო შეიძლება არ მოუნდეს დამსაქმებელს გააგრძელოს მუშაკთან ურთიერთობა, გაგვეთვალისწინებინა და ასეც მოვიქეცით, მაგრამ ის, რომ საერთოდ უსაფუძვლოდ გაგათავისუფლოს, გადაგიხადოს ერთთვის ანაზღაურება და კარგად ბრძანდებოდეთ, ამისთანავე წესი ცივილიზებულ სამყაროში არის მიუღებელი. და ეს არის პირველი, რაც ჩვენ შევცვალეთ. მეორე გახლავთ ეგრეთ წოდებული ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურება. წესი იყო საქართველოში, რომ მუშაკი შეიძლება 24 საათი თუ არა 12-13 საათი გემუშავებინა დღეში და გადაგეხადა მარტო ის, რასაც ჩვენ შეპირდი 8 საათის ანაზღაურებისთვის. ამისთანავე პრაქტიკას, ასე ვთქვათ, უნდა მოეღოს ბოლო. მით უმეტეს, რომ იგულისხმებოდა უქმე დღეებშიც მუშაობა, სადღესასწაულო დღეებში და ასე შემდეგ, ანაზღაურების გარეშე. ჩვენ დავადგინეთ, რომ 41 სამუშაო საათი კვირაში ნორმირებული, როგორც იყო ისედაც, რჩება ამგვარად, მაგრამ ამის შემდეგ თითოეული ნამუშევარი საათი არის ზეგანაკვეთური სამუშაო, თუმცა პირველი 7 საათი 41-ის ზევით ჩავთვალეთ, რომ მაინც რევერანსი და გარკვეული დათმობა რო გაგვეწია დამსაქმებლებისთვის, ჩვენ კიდევ მეორე გსურს დავიცვათ გონივრული ბალანსი, თვლით, რომ 48 საათამდე, 41-დან 48 საათამდე შეიძლება არანაზღაურდეს ზეგანაკვეთური მუშაობა, თუ სხვა პრინციპზე არ შეთანხმდებიან მხარეები, მაგრამ რაც შეეხება 48 საათის ზევით, ნებისმიერი ნამუშევარი საათი უნდა ანაზღაურდეს ხელფასის, საათობრივი ხელფასის 1.25 მიასადის ოდენობით. არის სხვა ბევრი სიახლეც, მაგალითად, პირი არ შეიძლება იყოს იდევნებოდეს გაათავისუფლოს სამსახურიდან, თქვათ და ასე შემდეგ, იმის გამო, რომ იგი მიეკუთვნება რომელიმე დასაქმებულთა გაერთიანებას, რომელიმე პროფკავშირს და ასე შემდეგ. პროფკავშირული კუთვნილების გამო, ასე ვთქვათ, პირის მუშაკის დისკრიმინაცია განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, კაცრად იგრძელება. კანონის დამტკიცებით დამსაქმებელთა უფლებები ხომ არ იქნება შეცვლილი? არა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ მასშტაბამდე ვიცავთ გონივრულ ბალანსს, ზეგანაკვეთური სამუშაოს 7 საათი ბონუსი, ამის ერთი, ასე ვთქვათ, გამოვლინება არის სხვა მაგალითებიც, რომელიც კოდექსი ჩვენი ვარიანტიდან, ცვლილებების ჩვენი ვარიანტიდან შეიძლება მოვიყვანოთ, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება სწორედ დამსაქმებელთა ინტერესებს. საერთოდ ეს კოდექსი იცავს და ჩვენი მიზანი ეს იყო, რომ დაიცვას ოქროს შუალედი ამ შესაძლოა კონფლიქტურ ინტერესებს შორის.
გამარჯობა ბატონო ალექსანდრე ტელეკომპანია მაესტრო ანა ლაპიაშვილი თქვენ საუბრობთ რომ ოქროს შუალედი უნდა დაიცვას ეხლა ახსენეთ თუმცა დამსაქმებლები ამბობენ რომ კანონმდებლობა რომელიც ძალაში შევა ამ ფორმით როდესაც აუცილებელი იქნება დასაბუთება გათავისუფლების შემთხვევაში რომ დაუსაბუთონ რა არის მიზეზი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი საფუძველი იმის რომ მიღება მოხდეს უფრო ნაკლებად ახალი კადრების და კიდევ ერთი თქვენ თქვით რომ შესაძლოა უბრალოდ აზუსტებთ იმ პირობებს რის გამოც შეიძლება ეს დასაბუთება იქნას მიჩნეული მართებულად რამდენად შესაძლებელი იქნება რომ ყველა მიზეზი გათვალისწინებული იყოს კანონმდებლობით და ხელმძღვანელს უბრალოდ არ ქონდეს საშუალება რომ მიზეზი არ მოიგონოს უხეშად რომ ვთქვათ. პირველ რიგში მე მეორე დღეა მესმის რომ დამსაქმებლები რაღაცას ამბობენ. მაგრამ მოიაზრეს ვერ მოვისმინე თქვენი განცხადების ჩათვლით ვინ კონკრეტულად რომელი დამსაქმებელი რას ამბობს. ფადიასლის განცხადება იყო ერთი. ფადიასლი კი ბატონო სხვა მაგალითს შეგიძლიათ მოვიყვანოთ. ასევე აკეთებდნენ თქვა ტელევიზიების დამფუძნებლები, ჟურნალების დამფუძნებლები, რომ ისინი პრაქტიკანტებს ეგრეთ წოდებულ პრაქტიკანტებს. გამომცემლები? დიახ. რომელი კონკრეტულად? ტაბულას გამომცემელი წერდა Facebook-ზე მათ შორის, რომ მას გაუჭირდა. ტაბულას გამომცემელი რომ ამას დაწერდა, ამაში მე ეჭვიც არ მეპარება. მე ჩვენ გუშინ როდესაც გავმართეთ პრეზენტაცია, მოვიწვიეთ ბიზნესის ასე ვთქვათ, სხვადასხვა გაერთიანებები, ბიზნესმენთა სხვადასხვა გაერთიანებები. მათ შორის მოვიწვიეთ ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ელგუჯა მელაძე. მოვიწვიეთ მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი კახა კოხრეძე. მოვიწვიეთ სხვა ქართული ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელები. მოვიწვიეთ ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ქალბატონი სარა უილიამსონი. ყველა ამ პირმა იმაზე თვითონ პრეზენტაციაზე საჯაროდ ასევე კულუარებში, ასევე შემდგომში უკვე სატელევიზიო ინტერვიუებში გამოთქვა მზადყოფნა, რომ ითანამშრომლობს ჩვენთან ამ კოდექსთან დაკავშირებით. პრინციპში ისინი ამბობდნენ, რომ პრინციპში ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომ აქვთ გარკვეული თავიანთი შეხედულებები და მზად არიან, რომ გაგვიზიარონ ჩვენ და ჩვენც მზად ვართ, რომ მოვისმინოთ მათი შეხედულებები. ჩვენ შეგვიძლია რაღაც ასპექტებში გავაუმჯობესოთ ეს კოდექსი დამსაქმებელთა და მათ შორის ასევე დასაქმებულთა ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ ერთი-ორი ცალკეული შეფასებები ეს გასაგებია. ტაბულას შეფასება ჩემთვის ისედაც პროგნოზირებადი იყო. თუმცა ის ჩვეულებრივი დამსაქმებელია, რომელიც იღებს კადრებს და სხვა კომპანიებიც ბატონო, რამდენიმე კიდე შეგიძლიათ ალბათ ჩამოთვალოთ, მაგრამ აქ თავარი არის პრინციპში საზოგადოება როგორ მიიღებს მას და ყოველ შემთხვევაში პირველი სიმპტომები, პირველი ასე თქვათ, რეაქციები არის საკმარისად პოზიტიური, თუმცა ჩვენ ძალიან კმაყოფილნი ვართ. და კიდევ ერთი დავაზუსტებ, კიდევ გავიმეორებ, წეღანს კითხეთ, როგორ მოხდება დაზუსტება იმის და განსაზღვრა, რა შეიძლება იყოს საფუძვლიანი მიზეზი გათავისუფლების. ან კანონმდებელი საერთოდ იმისთვის არსებობს, რომ გაითვალისწინოს მაქსიმალურად ყველა შესაძლო ვარიანტი. ამისთვის მოუხმეთ ჩვენ ექსპერტებს, მათ შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისგან, რომლებსაც აქვს უზარმაზარი გამოცდილება მსოფლიო მასშტაბით, რათა გაგვეთვალისწინებინა ყველა შესაძლო გონივრული ვარიანტი. და ჩვენ გავითვალისწინეთ ეს ვარიანტები და როდესაც თქვა თუ გადახედავთ, გექნებათ შესაძლებლობა და უნდა გქონდეთ, მოგეცემათ ამის შესაძლებლობა, რომ გადახედოთ ჩვენს კანონპროექტს, აღმოაჩენთ, რომ ასე თქვა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები საკმარისად ფართოა. თუმცა ჩვენ არ ჩავდეთ და შეგნებულად ის, რაც უნდა ბატონ ფადი ასლის, რომ მე ნებისმიერ დროს უნდა მინდოდეს ვიღაცის გათავისუფლება, მან თუ არ ცდები ეს ურთიერთობები, შრომითი ურთიერთობები, ცოლ-ქმრის ურთიერთობებსაც შეადარა. ასეთი შედარება უბრალოდ სამართლის თვალსაზრისით არ არის სწორი. აქედან გამომდინარე, მე ვერ დავითანხმები ვერავის, რომ შრომით ურთიერთობებში ისეთივე პრინციპები შეიძლება ჩაიდოს, როგორც არის ვთქვათ, ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში. ეს სამართლის ორი სხვადასხვა სფეროა. და კიდევ ერთი დასაქმების დროს ხომ არ იქნება დამსაქმებლის მხრიდან პრიორიტეტი მინიჭებული ისეთ კადრზე, რომელიც არ არის გაერთიანებული პროფკავშირებში. რამდენად იცავს თქვათ ამ განსხვავებას ეს კანონმდებლობა? ჩვენ დისკრიმინაციული, ასე ვთქვათ, ნორმები, რომლებიც ისედაც კიდევ უფრო გავამკაცრეთ და გავაფართოვეთ. პირი არ შეიძლება იდევნებოდეს იმისთვის, რომ იგი ეკუთვნის გაერთიანებულია რომელიმე პროფკავშირში ან არ არის გაერთიანებული პროფკავშირში. აქედან გამომდინარე, პროფკავშირისადმი კუთვნილება ან არ კუთვნილება არ შეიძლება გახდეს
რაიმე პრივილეგიის ან საწინააღმდეგო დევნის საფუძველი. ერთ კითხვასაც აგისვამ, ხშირ შემთხვევაში საქართველოში დამსაქმებასა და დასაქმებულს შორის არიდება ხელშეკრულებები საერთოდ. ხელშეკრულებების დადება თუ იქნება აუცილებელი და სავალდებულო და იმ შემთხვევაში თუ კომპანიას დაქირავებულთან არ აქვს მსგავსი შეთანხმება გაფორმებული, მაშინ ეს კანონმდებლობა იმოქმედებს ისევე, როგორც ვთქვათ, ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში. იურიდიულად არასწორია კითხვა, არასწორად არის დასმული საკითხი, რომ ხელშეკრულები არიდებოდა საერთოდ. მე რო აქ მოვედი და თქვენს კითხვას პასუხობ, მართალია წერილობით ხელშეკრულება არ დაგვედია, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი უკვე ხელშეკრულებაა. ჩვენ შორის არის დადებული გნებავთ ზეპირი, გნება დაარქვით დუმილით ხელშეკრულება, ვიღაცამ დამეძახა, მე მოვედი, თქვენ მიმიღეთ. ეს ჩვეულებრივი უკვე ხელშეკრულებაა. თქვენ რასაც კითხულობთ, არის ეს, რომ ხშირად არიდებოდა წერილობითი ხელშეკრულებები. ხო მართალია? ჩვენ ვერ ავგზავნავდით ზეპირ ხელშეკრულებას. ზეპირი ხელშეკრულება კვლავ შეიძლება იყოს ფორმა ერთ-ერთი შრომითი ხელშეკრულების, მაგრამ პრინციპში კოდექსი ისე არის აგებული, რომ მხარეებს ურჩევნიათ, რომ დადონ, ასე ვთქვათ, წერილობითი ხელშეკრულება, რათა ჩადონ შიგ, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად მკაფიო და ყოვლისმომცველი პირობები, რომლებიც მერე მათ გამოადგებათ შესაძლო, ასე ვთქვათ, შრომითი დავის წარმოშობის შემთხვევაში. დღევანდელი პრესკლუბი დასრულდა, მაესტროს პრესკლუბში ხვალ 14 საათსა და 10 წუთზე შევხვდებით ნახვამდის.